ვიანებით მათ ზარებს არ უპასუხეს. ნადირაძის ბრალდება მხოლოდ მოქმედი მერის დავით ნარმანიას შემთხვევაში გადამოწმდა. რეგიონული განვითარების სამინისტროში აცხადებენ, რომ მას ხელფასზე არავითარი დანამატი არ მიუღია. რაც ბატონი დავითი მოვიდა მის გუნდთან ერთად, ჩვენ დახვდა გაუგებარი პრემიერების სისტემა და ბატონი დავითის ინიციატივა იყო, რომ სათათბირო ორგანო შექმნილიყო და სათათბირო ორგანოს განეხილა თითეული პრემიის გაცემა. მას არ მიუღია არც პრემია და არც დანამატი აღნიშნულ პერიოდში. დოკუმენტი ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს გავაცანით, რომელიც პერიოდულად იღებს მსგავს მონაცემებს საჯარო სამსახურებიდან. განსაკუთრებით გაუგებარი აქ საკრებულოში გაცემული პრემიები გახდა. მოსაგვარებელი არის საჯარო სამსახურში, განსაკუთრებით ადგილობრივ თვითმმართველობებში პრემიებისა და დანამატების გაცემის წესი. არ შეიძლება იყოს ხელფასზე მეტი დანამატი ყოველთვიურად დასაბუთების გარეშე და ამავდროულად გაიცემოდეს პრემია. განსაკუთრებით ბევრი კითხვის ნიშანი არის საკრებულოს წევრებზე გაცემულ პრემიებზე, იმიტომ რომ საკრებულო ეს არის წარმომადგენლობითი ორგანო, ეს არ არის აღმასრულებელი რგოლი, ისინი ღებულობენ გადაწყვეტილებებს და ცოტათი გაურკვეველი არის ესეთი კოლოსალური პრემიები საკრებულოში. მაღალჩინოსანთა პრემიების თემა კიდევ ერთხელ მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც დედაქალაქის მერიაში სესხის აღების საკითხი დაისვა. მიზეზად ითქვა, რომ ბიუჯეტის დიდი ნაწილი უკვე გახარჯულია და მათ შორის სახელფასო დანამატებში. რეკლამის შემდეგ ვართ პირდაპირ ეთერში, დაგველოდეთ. შემოდგომის ეთერს წარმოგიდგენთ ჯეოსელის როუმინგი. იმოგზაურეთ საზღვარგარეთ ნომრის შეუცვლელად ყველაზე იაფად მხოლოდ 25 თეთრად. Шашли цица гавелури мдогви ора макария ора каргия батирда хвела рогориц хареа цица гамдогви лукси экстримия ლუქს ექსტრიმი ცრემლებამდე გემრიელი. Carrefour 2 წლის ხდება. 3 კილოგრამის სარეცხის საშუალება 8 ლარი და 95 თეთრი. ბავშვის საფენი 20 ლარი და 95 თეთრი. კარაქი 3 ლარი და 50 თეთრი. გვეწვიეთ Carrefour ყოველთვის დაბალი ფასები. Vivus-G-ის მომხმარებლებმა იციან, რომ Vivus-ის განმეორებითი სესხი ყველაზე იაფი და ხელმისაწვდომია. 100 ლარის ერთი კვირით სესხების შემთხვევაში საკომისიო მხოლოდ 7 ლარია. Vivus-G, ფული თანამედროვე ხალხისთვის. შეიძინე კონდიციონერი ყველაზე დაბალ ფასად 499 ლარად მხოლოდ ტექნობუმში და გახდი გრანდიოზული გათამაშების გამარჯვებული. ახლა უკვე აღარ არის საჭირო მოგზაურობისას სხვა სიმბარათის აღება და ნომრის შეცვლა. იმოგზაურეთ საზღვარგარეთ ნომრის შეუცვლელად და ისაუბრეთ ყველაზე იაფად, მხოლოდ 25 თეთრად. გამოხვევით როუმინგში, ჯეოსელი. არ მისცეთ ლაქებს თქვენი შეჩერების უფლება. ლოსკი გამუდმებით აუმჯობესებს ხარისხს. ლოსკი 9 Total System. ის აშორებს ყველაზე ღრმად ჩამჯდარ ლაქებსაც კი. ბოჭკუებამდე სუფთაა. შეგიძლიათ მშვიდად გაერთოთ მეგობრებთან ერთად. ახალი ლოსკი და ლაქები ვერ შეგაჩერებთ თქვენ. ახლა უკვე თანხის დაბრუნების გარანტიით. გამარჯობათ, მე სოფო ვარ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი. ეს ირაკლია. უცხოეთში სამუშაოდ წავიდა, არ გაუმართლა და უკან დაბრუნება დეპორტით მოუწია. ჩვენი კვალიფიციური იურისტები მას იურიდიულ დახმარებას სრულიად უფასოდ აღმოუჩენენ. ირაკლის დამატებითი საბუთების მომზადება სჭირდება, სწორედ ამით ვართ ახლა დაკავებული. იმედია საქმის სასამართლო მზიარნია, თუმცა ირაკლის არც ამაზე მოუწევს ნერვიულობა. მისი წარმომადგენლები იქაც ჩვენ ვიქნებით და მის ინტერესებს სრულიად უსასყიდლოდ დავიცავთ. იურიდიული დახმარებისთვის მოგმართეთ ნომერზე 299 50-66. ან ესტუმრეთ საიას იურიდიული დახმარების ცენტრს უზნაძის 101-ში. დაიცავი შენი უფლებები და ჩვენ დაგიცავთ შენ.
სიახლე რიკო კრედიტში. სალომბარდო სესხები 1.5%. ხოლო იპოთეკა 2%. რიკო კრედიტი. ის ფიქრობს, რომ მე უამრავ ფულს ვხარჯავ ტანსაცმელზე. მან მკითხა კიდეც, ახალია თუ არა ეს შარვალი. არა, ეს ძველია, მაგრამ რეგულარულად არიელით გარეცხილი. შესანიშნავად გამოიყურება. ის ძალიან უხდება ამ ახალ ზედას, რომელიც ახლახან შევიძინე. მე ვიცოდი ეს. არიელი color and style. გეხმარებათ შეინარჩუნოთ თქვენი ფერების სიხასხასე 30 გარეცხვის შემდეგაც კი. ეს ჩემი არიელია. შენი რომელია? გიგანტური შადრევნების საცირკო შოუ, ცეცხლის, წყლისა და სინათლის ქარიშხალი, დათვები, მაიმუნები და თეთრი მგლები 19 სექტემბრიდან თბილისის ცირკში. Grand Candy, თქვენი გემრიელი არჩევანი. საღამოს ეთერს წარმოგიდგენთ ლუდი ჰერენჰოიზერი. ჰოიზერი, გერმანული ცხოვრების გემო. საღამოს ეთერის სპონსორია ულიმიტო ბილაინ მიქსი. ბილაინი, ყველაზე დაბალი ფასი. საღამოს ეთერის სპონსორია 10 ექსპრეს ქულა. გადაიხადეთ სავაჭრო ობიექტებში ექსპრეს კარტით და ყოველი გადახდისას დააგროვეთ 10 ექსპრეს ქულა. ეს არის ქრონიკა 20 საათზე განმეორებთ გამოშვებას. პრემიერა აკაკი ხორაბას სახელობის მსახიობთა სახლის სცენაზე 13 სექტემბრიდან მაყურებელი ფრანც კაფკას სადამსჯელო კოლონიაში ნახავს. სპექტაკლს 7 წლიანი პაუზის შემდეგ თეატრ გლობუსის განახლებულ შემადგენლობასთან ერთად რეჟისორი სანდრო ბრეულიშვილი წარმოადგენს. დეტალები შორინა კოპალეიშვილის სიუჟეტში. უნდა გაგაცნოთ სპექტაკლის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი საწამებელი მანქანა, რომელიც აგებულია ისე როგორც ეს აღწერილი აქვს ფრანც კაფკას. ფრანც კაფკას სადამსჯელო კოლონიაში სპექტაკლის რეჟისორთან ერთად სცენაზე ყოფნა მძიმე განცდას იწვევს. ადამიანის დასჯის დღემდე არსებული დაუოკებელი სწრაფვა ეს სანდრო მრევლიშვილისთვის სპექტაკლის დადგმის მთავარ მიზეზად იქცა. კაფკა მოგესალმებით, რომ წაფრი წერალია. მისი მარადიულობა სწორედ იმაშია, რომ აი ეს მარადიული თემა, ხო, ჰუმანიზმის მასთან ძალიან თქვათ თავისებურად და ძალიან მძაფრად არის ყოველთვის გამოხატული. ამას წინათ ნახეთ ჩვენ როგორ თქვენ კოლეგა ჟურნალისტს როგორ მოაჭრეს თავი, ხო? ესე იგი ეს თემა ზოგადი ჰუმანიზმის ჩემი აზრით ძალიან აქტუალურია დღეს. აი ეს აპარატი ჩვენი დროის უდიდესი გამოგონებაა ყოველ შემთხვევაში მე ასე ვთვლი. ვიდრე ბოროტება ამ გამოგონებით თავის თავს დასჯის მაყურებელს რეჟისორის გადაწყვეტილებით საშუალება აქვს სპექტაკლს თვალის სცენიდან ატევნოს. აკაკი ხორავას სახელობის მსახიობთა სახლის სცენაზე განახლებული დასით გლობუსის თეატრის მსახიობები დაბრუნდნენ. 7 წლის შემდეგ დასის უცვლელ რეჟისორთან ერთად კაფკას პერსონაჟებს გაითამაშებენ. რატომ ღელა? ჯერ წაკითხვა აზნები, მე მოსმენა, მე გააზრება და თამაში მით უმეტეს, ურთულესია. ამ გამძაფრებული სამყაროთი და ჩვენი ამ გამძაფრებული ფორმებით ხო ვცდილობთ რომ თუ რამე მონსტრული და თუ რამე ფაშისტური არსებობს ადამიანში პირიქით შევაშინოთ, შევაზიზღოთ და კაცმოყვარეები გავხადოთ. მოხდა სპეციალური განათების გაკეთება ამ სპექტაკლისთვის და მაყურებელი აქვე იჯდება სცენაზე. ეხლა არატრადიციული სივრცეების გამოყენება ჩვენ არ გვიჭირს. აი იუბერალ აკაკი ხორავას სახელობის მსახიობთა სახლის სცენაზე ფრანც კაფკას სადამსჯელო კოლონიას მაყურებელს 13 სექტემბრიდან შეუძლია ესტუმროს. ასეთი იყო დღის მთავარი გამოშვება. მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით. ნახვამდის. სერიალის სპონსორი ელექტრონიკაში LED ტელევიზორი ქართული მენიუთი 259 ლარად, 4 ბირთვიანი ლეპტოპი 659 ლარად. ელექტრონიკა, თქვენი ბედნიერი ოჯახისათვის.
შავი ვარდი. მაია ასე ძალიან ნუ განიცდით ხო?